გაუხედა როგორც ჩაისალა. ფერადი ფანქრებით შესრულებული რამდენიმე ნახატიდან ამოვირჩი ერთ-ერთი და სტუმრების მოხდიში კედელზე ჩამოვიდა. სტუმრები მოვიდნენ და წავიდნენ. ისე რომ ჩემი ნახატი არ შეუჩნევია. გული დარწმუნდა. ეჭი შემეპარა შევიძლია ხარდა თუ არა. მაშინ 5 წლის დავიხარე. დაეხლა როცა 45 წლის ბევრი მიხატია ვფიქრობ იმას რასაც ვაკეთებ ჭეშმარიტია თუ არა. ავთოვარაზე არის განცალკევებული ფიგურა ქართულ მხატვრობაში. ეს იყო ცოტა სხვა ადამიანი, ძალიან ღრმა, ძალიან ცნობიერი. მთლიანად მისი შემოქმედება არის ასეთი კონცეპტუალური. ყველა ნამუშევარი არის ძალიან გააზრებული. ეს იყო ერთადერთი ქართველი ნონკონფორმისტი მხატვარი. ადამიანი, რომელიც პირიქით გაცდა ყველა საზღვარს და საერთოდ არანაირი კავშირი აი ჩაკეტილ საბჭოთა სისტემასთან არ ჰქონდა. ავთოვარაზის შვილი იყო ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის და თან ძალიან დიდი სიხარულია მით უმეტეს მხატვრისთვის. ეხლა როდესაც ეწყობა გამოფენა, გამოვიდა წიგნი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით და არის უზარმაზარი ემოციების დაგროვება, სიხარული ძალიან დიდი და იმედი იმისი, რომ ერთხელაც ისე იქნება, რომ ის ნახატები, ნამუშევრები, რომელიც ასე ვთქვათ, სოფლიოშია გაფანტული, ერთხელაც ისე მოხერხდება, რომ ყველაფერი ეს შეიკრიბება. და ბევრ ნამუშევრს მეც ვნახე, რომელიც საერთოდ არ მინახია ფოტოების გარდა. ჩვენ ესეთი სიმდიდრე, რომელსაც გაგვაჩნია ავთოვარაზის სახით, ალბათ უფრო სხვანაირად უნდა მოვეკიდოთ ესეთ პიროვნებების არსებობას, მათ წარმოჩენას, მათ პოპულარიზაციას. საქართველოში მას ისე არ იცნობენ, არ იცნობენ ახალგაზრდები. თუნდაც იგივე ჩემი თაობა, ძალიან ცოტა იცნობდა ავთოვარაზს. ეს არის ძალიან საწყენი. გარკვეული ისტორიული ვითარებების გამო 50-იანი, 60-იანი, 70-იანი წლების ქართული კულტურა საბჭოთა იდეოლოგიის წნეხის ქვეშ იყო და სწორედ ამ დროს ვარაზი აკეთებდა სრულად არასაბჭოურ ხელოვნებას, რომელიც ეხლა უკვე თავმეთ შეიძლება ითქვას, მაშინდელი მისი თანადროული მსოფლიო ხელოვნების ადეკვატური იყო. მე საერთოდ არ მეკვირს, რომ თქვათ ძალიან დიდი პერიოდი დაჭირდა რაღაცა სათანადო დანახვა ქონოდა მის შემოქმედებას, იმიტომ რომ დროს ძალიან გაუსწორდა. მე ვფიქრობ, ჯერ კიდე ჩვენ ვერ ვეწევით მის ასე ვთქვათ ხედვას. ძალიან დიდი ხანია მინდა ამ პროექტის გაკეთება. მინდოდა ესეთი ფართო მასშტაბიანი პუბლიკაციაც ყოფილიყო და რაც მთავარია, მინდოდა რომ ამაში ყოფილიყო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ჩართული. დაიწყეს ოჯახებში სიარული, პასპორტების გაკეთება, ფოტოების გადაღება, ძალიან შრომატევადი და ძალიან პედანტური სამუშაოს ატარებდნენ სტუდენტები. ბევრი ნამუშევრის ყვალს დღემდე ვერ მივაკვლიეთ. ძალიან ექსცენტრული პიროვნება იყო ავთოვარაზი. ნიჭი და გონება 5 წუთში მოხიბლავად. ის ცოტა ერკვეოდა ადამიანებში, ის მაშინ იგრძნობდა, რომ გენიოსთან ჰქონდა საქმე. 1975 წელს მივლინებით გახლდით მოსკოვში და იქ ავთო ჩამოვიდა თავისი ნამუშევრებთან ერთად. 7 ნამუშევარი ჩამოიტანა, რა თქმა უნდა, გასაყიდად. ძალიან, ესე იგი, ყველა ნამუშევარი გაიყიდა. და ეს ნამუშევარი, რომელიც მე მაქვს, მე ავთოს ვთხოვე, მეთქი, ეხლა ფული არ მაქვს, მეთქი. და ჩავართ იქ მოგწევ, მეთქი, ამის საფასოს. 150 მანეთად უნდა გაიყიდა, ზარგუდგენი 1000 ეს კაი ნამუშევარი. და მართლაც დამითმო, რა თქმა უნდა, უარი არ უთქვია და ეს ნამუშევარი შევრჩა.
მან დაამთავრა არქიტექტურული ინსტიტუტი და ყველა ეს მოძღვრება არქიტექტურული ყოველივე გამოიყენა მან ფერწერაში. შესაძლებელია რომ მისი არაჩვეულებრივი ფერწერული გადაწყვეტილებები, პერსპექტივები იქნებოდა ესა თუ ოქროს კვეთა, თუ განსაკუთრებული არქიტექტურული ელემენტები, ეს ყოველივე მოძდიოდა მას სტუდენტური წლებიდან მოყოლებული. უაღრესად მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელსაც აკადემიის სტუდენტები ახორციელებენ. ერთ-ერთი კრიტერიუმი, აი ნამდვილი ხელოვნების, სწორედ ის არის, რომ გადის დრო, ყავლი თუ არ გაზდის მხატვრულ ნაწარმოებს, ის თუ ისევ აქტუალურია, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი ხელოვნება. აი ეს მინდოდა, აი ნახეთ, წვერი გადავწმინდეთ აი ამ არქივს, გამოვამზეურეთ. მე ვფიქრობ, აი მოვა დამთვალებელი, ნახავენ თუ რასთან გვაქვს საქმე და ვინ ყავთ თუ არის. არ აქვს აზრი რა საშუალებით და რა კანონებით იქმნება ნახატი. თავარია ნახატი გესაუბრებოდეს და სუნთქავდეს. ნახატის ბოლო რუსმანია, რომელზედაც უნდა ეკიდოს იგი. მუდმივად თუთხოვებით, მაგრამ ხატვას არ დავიწყებ, იგივე რუსმანზე მისი ცხოვრების ნაწილი კიდია.